Слушай, как только кончится чаепитие, раздашь эти карточки молодежи. А что это? Флирт, игра для любви. 36 სასიყვარულო ბარათი, დაშიფრული ფრაზები და რამდენიმე მოთამაშე. ფლირტი მე-20 საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამაგიდო თამაში იყო. Мири, дашь вот эту, посмотри, она помечена крестиком и скажешь «Мимоза». მოთამაშეები ასე ერთმანეთს საკუთარ გზნობებს უზიარებდნენ, თან გარშემოყოფებისგან მალულად. წესებია ძალიან მარტივი, ანუ რამდენიმე ადამიანი, შეიძლება ორიც კი, ვთქვათ, ზის მაგიდასთან, ან სადმე სხვაგან და ვთქვათ, ფურცელს, რომელზეც დაწერილია, ვთქვათ, სიტყვაზე ვამბობ, აი, საყვარელო, ჩემთვის დაკარგულო, გაუგზავნის ოღონდ ეუბნება იმ, ვთქვათ, მცენარე სახელს, რომელიც ამ ფრაზის გასწვრივ არის. თუ ვინმე ძალიან შეწუხდება ამ სიტყვებით, მან შეუძლია უპასუხოს გურამიშვილის სიტყვებით: "გეაჯები, ნუ გამწირავ, მოკვდა შენკერს დამარხეო". ჯობია რომ ვთქვათ, ეს იყოს უფრო ფართო წრეში ესეთი თამაში, რომ ვთქვათ, ინტიმურობამ და ვთქვათ, აი ინტრიგამ შეიძინოს უფრო მაღალი ხარისხი. თუ რას მეწევი მეწია თუ არა მივხვდი ცნობასა. იქ ამის პასუხი, ახლა იცით რა გააჩნია, რაზეა საუბარი, ამის პასუხი შეიძლება სხვა ყვავილით, მაგალითად ჭორიკანათი უპასუხოს მოწინესა მისმა მოთამაშე პარტნიორმა. ფლირტი დღეს პოპულარულ თამაშებს აღარ მიეკუთვნება. თუმცა 2012 წელს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ვეფხისტყაოსნიდან ამოკრებილი სასიყვარულო ფრაზებით გაფორმებული ფლირტის ბარათები დაბეჭდა. დღემდე პოპულარობით სარგებლობს ლოტო, მისი წარმოშობა კი ანტიკურ საბერძნეთს უკავშირდება. მითის თანახმად მეომრები ზევსის ოქროს მუზარადიდან ლოტოს კოჭებს იღებდნენ, რის მიხედვითაც მათი ბედი წყდება. ევროპაში ეს თამაში მე-5 საუკუნეში გამოჩნდა. მიზანი მხოლოდ აზარტი და ფინანსური მოგება იყო, თუმცა შემდეგ პოპულარულმა თამაშმა საქველმოქმედო ხასიათიც მიიღო და ღარიბების დასახმარებლად ლოტოს საჯაროდ თამაშობდა. ზოგადად ეგრეთ წოდებული სამაგიდო თამაშის ისტორია იმ პერიოდიდან იწყება, როცა ჯერ კიდევ მაგიდაზე კი არა მიწაზე თამაშობდნენ. წესებს კი ძირითადად საომარი სტრატეგიის მიხედვით ადგენდნენ. ერთ-ერთი ჩინური თამაშის სიანგის წესები თავად ჩინეთის იმპერატორმა ლიუ ჩემ მოიფიქრა. მას ჭადრაკის პრინციპით თამაშობდნენ, თუმცა ჯარისკაცები უკანა, ხოლო მთავარი ფიგურები წინა ხაზზე დგანან. სიანგის ყველაზე ცნობილი პარტია მე-10 საუკუნეში გათამაშდა, როდესაც იმპერატორი ჩინელმა დაოსმა ბერმა დაამარცხა. კიდევ ერთი ჩინური თამაში გო ინტელექტუალურ თამაშების ხუთეულშიც კი შევიდა. 360 უჯრიან დაფაზე მოთამაშეები საკუთარი ქვებით რაც შეიძლება დიდ ტერიტორიას საზღვრავენ და თან მოწინა ამდგისათვის ხელის შეშლასაც ცდილობენ. თამაში მაშინ მთავრდება, როცა რომელიმე მოთამაშეს დაფაზე ტერიტორიების დაკავების შანსი აღარ რჩება. მეტი ფართობის დამპყრობელი კი გამარჯვებულია. ეს სამაგიდო თამაშები სოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ისევ აქტუალურია, თუმცა სხვა უძველესი თამაშებიდან ბევრის წესები დღემდე უცნობი ან ნახევრად გასაგებია. ეგვიპტური სენეტი, მექენი, თაბი, ეს ის თამაშებია, რომლებიც არქეოლოგებმა სამარხებსა და ნანგრევებში აღმოაჩინეს. თუმცა წესების ბოლომდე განსაზღვრა ვერ შეძლეს. მაგრამ მეცნიერულად მსგავსი ნივთების აღმოჩენა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ამის მიხედვით ადამიანის სოციალურ წარმომავლობასაც ადგენენ.